მოგესალმებით კოლეგებო, სხდომას გახსნილად ვაცხადებ, ქორუმი არის, შეგვიძლია შევდგეთ მუშაობას, მივესალმები სტუმრებს, საკპატენტის თავმჯდომარის ბატონ სოსო გიორგაძეს, საკპატენტის თავმჯდომარის მოადგილეს ქალბატონ ტიგანე ბიერიძეს, საკპატენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროს ქალბატონ ანუკი ობოლაძეს, მივესალმები საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს, იურიდიული სამსახურის უფროს ბატონ გუგა მირიანაშვილს, იურიდიული სამსახურის უფროს მოადგილეს ქალბატონ იზაკ ასრაძეს, ასევე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის წარმომადგენლებს, გამგეობის თავმჯდომარის ქალბატონ თამარ გვარიშვილს, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეს ქალბატონ ნატალია თეთრაშვილს, ასევე გამგეობის წერს ალექსანდრე გვარიშვილს, ასევე გენერალურ დირექტორს ბატონ გიორგი ნიკოლაიშვილს, განყოფილების ლიცენზირების განყოფილების ხელმძღვანელს ქალბატონ ლელა ჩიმუხაძეს და ასევე იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელს ბატონ ლაშამ დივანს. კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებული არის ერთი საკითხის განხილვა, კერძოდ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვასთან დაკავშირებით საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების შესახებ ინფორმაციის მოსმენა, მოხსენებელი გახლავთ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ქალბატონი თამარ გვარიშვილი და ასევე იურიდიული სამსახურის უფროსი ბატონი ლაშამ დივანი. მოგეხსენებათ, მე ხშირად ხვდები ხოლმე ჩვენი კულტურის სფეროს სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს, ეს იქნებიან შემსრულებლები, ავტორშემსრულებლები, კომპოზიტორები და ასე შემდეგ, ჩვენი პარლამენტის კარი ღია ნებისმიერი ხელოვანისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის და მუდმივად იყო ინტერესი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონთან დაკავშირებით, მუდმივად იყო კითხვები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებით 3 წლის წინ განხორციელებული ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ამ მიმართულებით არსებითად გაუმჯობესდა სიტუაცია, მოგეხსენებათ აღნიშნული კანონი 1999 წელს იქნა მიღებული და ამის რეალური იმპლემენტაცია 2012 წლიდან დაიწყო, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ განსაკუთრებით 3 წლის წინ მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ამ მიმართულებით არსებითი გაუმჯობესება ჰპოვა ჩვენს დარგებში. მე პრინციპში სანამ მოხსენებლებთან გადავიდოდ სიტყვით შევკრიბე ის ძირითადი კითხვები, რომელიც ჩვენს დარგის წარმომადგენლებს, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს აქვთ და ეს კითხვები მინდა გავაჟღერო. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით ამ კითხვებზე პასუხი, გავაჟღერო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ამ ძირითადად აქტუალურ კითხვებზე, იმ კითხვებზე, რომელიც ჩვენს ხელოვანებს აინტერესებთ, მიიღონ მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, სრულყოფილი პასუხი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი ასევე, რომ თქვენი მოხსენების ფარგლებშიც იქნება გარკვეულ კითხვებზე პასუხი გაცემული. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩვენი კომიტეტი იქნება საინტერესო ამ მიმართულებით და ჩვენ საზოგადოებას წარუდგენთ ანგარიშს ამ მიმართულებით, რასაც ქვია საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა ჩვენს ქვეყანაში, როგორ ხდება, როგორ მიმდინარეობს, რა გამოწვევებია, რა პრობლემებია და რა მიღწევებია. გთხოვთ, ქალბატონო თამარ. გამარჯობათ, მოგესალმებით, გაგეცნობით კიდევ ერთხელ თამარ გვარიშვილი, ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე. შემდგომში ვიხმარ IPO-ას, იგივე IPO-ი ხო აბრევიატურას. IPO-ა, როგორც მოგეხსენებათ, გახლავთ საქართველოში ერთადერთი აკრედიტირებული ასოციაცია, რომელიც ამ ეტაპისთვის აერთიანებს 1800-ზე მეტ ხელოვანს. ძირითადად გვინდა დღეს ვისაუბროთ სწორედ განხორციელებული რეფორმის შედეგად, როგორ ხდება აღსრულება კანონის. მოგეხსენებათ, რომ წინა რედაქცია კანონის
არ უზრუნველყოფდა უფლებამფლობელთა ინტერესების დაცვას, არ არსებობდა აკრედიტაციის სისტემა და შესაბამისად ასოციაციის კონტროლის მექანიზმი სახელმწიფოსგან. არ არსებობდა შეგროვება განაწილების გამართული სისტემა. არ ხორციელდებოდა ეგრეთ წოდებული კერძო კოპირების ჰონორარის მოგროვება და მომიჯნავე უფლებების მოგროვება რადიო ტელევიზიებიდან. განხორციელებული რეფორმის შედეგად მოგეხსენებათ, რომ ეს რეფორმა შედგა თქვენი კულტურის კომიტეტის ინიციატივით და ასევე ავტორ შემსრულებელთა ინიციატივით და მათი უშუალო დიდი ჩართულობით. რის შემდეგაც უკვე საკპატენტმა გამოაცხადა აკრედიტაცია და აკრედიტაცია მივიღეთ ერთადერთმა ორგანიზაციამ ჩვენ ყველა სფეროში კულტურის. მას შემდეგ გაიმართა ჰონორარების შეგროვების და განაწილების სისტემა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ხრივ საკმაოდ მოწინავე პოზიცია გვიჭირავს მსოფლიოში გამჭვირვალობის კუთხით და ჩვენი ტექნოლოგიების გამოყენებით. ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამოქმედა კერძო კოპირების ჰონორარის შეგროვების სისტემა. მოკლედ გეტყვით იპოას საქმიანობის შესახებ. ეს არის ჰონორარების შეგროვება როგორც წევრი, ასევე არაწევრი უფლებამფლობელების სასარგებლოდ გაცემული ლიცენზიების ან სხვა უფლებების საფუძველზე. ასევე, რა თქმა უნდა, უპირველესი შეგროვებასთან ერთად არის განაწილება, შეგროვებული ჰონორარის სწორედ განაწილება კანონის და ასოციაციის მიერ დადგენილი წესის მიხედვით. ასევე ჩვენი პირდაპირ მოვალეობა სასამართლო პროცესების წარმართვა უფლებამფლობელთა ინტერესების დაცვის მიზნით. ასევე ნებისმიერი ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნება, რაც კანონით გვევალება, იქნება ეს გამჭვირვალობის ანგარიში თუ სხვა ნებისმიერი დოკუმენტი და უმთავრესი ასევე არის ლიცენზიების გაცემა. ასე გამოიყურება დაახლოებით საავტორო და მომიჯნავე უფლებების კატეგორიის მიხედვით დანაწილება. 2024 წლის განმავლობაში საავტორო კუთხით განაწილდა 2.735.000, ხოლო მომიჯნავე კუთხით 1.490.000. აქ თქვენს გაქვთ დარიგებული, ზუსტად არის ჩამოთვლილი საიდან რა რაოდენობის შემოსავალი შემოდის პროცენტულობით ჰონორარის კუთხით. აქ არის როგორც უცხო ქვეყნის ანალოგიური ორგანიზაციებიდან შემოსავალი, ტრანზიტული კავშირის ოპერატორები, ტელერადიო მაუწყებლები, აუდიოვიზუალური ნაწარმოები, იმპორტიორები, ანუ და იგივე მწარმოებლები, ასევე ცოცხალი შესრულება, კონცერტები, მუსიკა და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ დინამიკის შესახებ ორი სიტყვა ჰონორარის მოგროვების. პირველი გახლავთ 2022 წლის GCA-ის ანგარიში ჩვენი წინამორბედი ასოციაციის, რომელმაც იმ დროისთვის თავისთვის უპრეცედენტო თანხა 5.400.000 მოაგროვა. 2023 წელს არ გამოუქვეყნებია GCA-ის ანგარიში. 24 წლიდან მივიღეთ ჩვენ აკრედიტაცია და პირველივე წელს შევაგროვეთ 10 მილიონზე მეტი თანხა. რაც შეეხება 2025 წელს, ამის გამჭვირვალობის ანგარიში ჯერჯერობით არ გვაქვს გამოქვეყნებული და იქნება აგვისტოში, თუმცა გეტყვით, რომ მიაღწია 28 მილიონს. 2 წლის განმავლობაში. დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი ზრდა გვაქვს. რაც შეეხება კერძო კოპირებას. ევროპაში მსოფლიო პრაქტიკით გათვალისწინებულია ჰონორარის მოგროვება როგორც პროცენტული, ასევე ფიქსირებული ოდენობით ან შერეული ტარიფით. საკპატენტთან არსებული კომისიის გადაწყვეტილებით საქართველოში, ცუდად ისმის, ეს ტარიფი დადგინდა 0.5-დან 2%-ის ოდენობით. ჰონორარის შეგროვებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ლაშა მეც გვესაუბრება და ლაშა გადავა მე შემდგომ თემაზე. მე მხოლოდ კარგ რაღაცები მინდა გითხრათ დღეს. მინდა გითხრათ, რომ შეიქმნა ჩვენი ასოციაციის მიერ საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიქმნა ხელოვნების მხარდაჭერი ფონდი მესმა, რომლის უპირველესი მიზანია კულტურის განვითარება.
როგორც საქართველოში, ისევე მის ფარგლებს გარეთ. აქვს ძალიან ბევრი და ძალიან კარგი გეგმები ამ ფონდს, თუმცა ახლა რამდენიმეს გეტყვით მოკლედ, რომ უკვე მოახერხა ფონდმა და 4 წარმატებული სტუდენტი სახელმწიფო სფეროდან გაუშვა ამერიკის და ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებში სასწავლებლად. ასევე საქართველოში ყავს 18 სტიპენდიანტი სტუდენტი. ესენი არიან ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შერჩეული საუკეთესო სტუდენტები და წარმატებული სტუდენტები. ასევე ფონდი მხარს დაუჭერს როგორც ახალგაზრდების ნიჭის განვითარებას და მათ აღმოჩენას, ასევე რა თქმა უნდა ძალიან დიდი როლი დაეთმობა წარსულის პატივისცემას და ჩვენი მოწესრიგილი ხელოვანების დაფასებას. მაგალითად, მონაწილეობა მიიღო კახი კავსაძის 90 წლისადმი მიძღვნილ იუბილეში და ბევრი კიდე სხვა. მაგალითად, სოფიკო ჭიაურელის და ფრუნზიკ მიკირტიჩენის ხსოვნის საღამო და ელდარ შენგელაიას ბოლო ფილმის დასრულება და მრავალი პროექტი. და იმედი გვაქვს, რომ კიდე ბევრ შევძლებ და განვავითარებთ მაქსიმალურად. ორი სიტყვით მინდა გითხრათ საერთაშორისო ურთიერთობებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოგეხსენებათ. ასოციაცია აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა კონფერენციებში და ღონისძიებებში. ასევე მოგეხსენებათ არის ქოლგა ორგანიზაციები, ეს არის სიზაკი და სკაპრი. სიზაკი აერთიანებს საავტორო უფლებათა ასოციაციებს, ხოლო სკაპრი მომიჯნავე უფლებათა ასოციაციებს. ჩვენ ვიყავით შეხვედრებზე ამჯერად როგორც დამკვირვებლის სტატუსით, თუმცა მაისის ბოლოს და ივნისში დაგეგმილია მათი გენერალური ასამბლეები და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გავხდებით მათი სრულყოფილი წევრები. ამ ძირითადი თემები საერთაშორისო კონფერენციების და ძირითადი გამოწვევა დღეს ამ სფეროში, რა თქმა უნდა, გახლავთ ხელოვნური ინტელექტი. და ძირითადად მსჯელობა მიდის ამ საკითხების ირგვლივ, რაზეც ლაშა ცოტა ვრცლად მოგვახსენებს. მადლობა. მოგესალმებით და პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და ამ ინიციატივისთვის. ერთი მადლობა განსაკუთრებული იმისთვის უნდა ვთქვათ, რომ განხორციელდა 2023 წელს პარლამენტის და კერძოდ კულტურის კომიტეტის უშუალო ჩართულობით და საკპატენტის ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეობით და ინიციატივებით ეს მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც საშუალება მოგცა, რომ ეხლა ვისაუბროთ ამ საკითხებზე, ესეთ პოზიტიურ ჭრილში, როგორც თამარმა მოგვახსენა. და მნიშვნელოვანია, რომ ეს უკავშირი მიღებული იქნეს და ეხლა დინამიკაში დავაკვირდეთ ამ მოვლენებს. მერე შემეხება თქვენი ნებართვით ვისაუბრებ ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებზე ინტელექტუალურ საკუთრების სფეროში და სივრცეში და ძალიან თამამად და ალბათ ახალს არაფერს ვიტყვით, უგეტყვით, რომ ეს არის მსოფლიოში არსებული გამოწვევა და ზუსტი რეცეპტი დღეს არსად არ არსებობს და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა კიდე ისევ და ისევ ამ შეხვედრის ინიციატორებს იმისათვის, რომ შევეცდებით და ვეცადოთ, რომ აი დავეციოთ ამ მოვლენებს. ალბათ მოგეხსენებათ, რომ ზოგადად ტექნოლოგიები ბევრად სწრაფად ვითარდება, ვიდრე რეგულაციური ჩარჩო და სწორედ აი ასეთ ვითარებაში არის ახლა ხელოვნური ინტელექტი და ხელოვნური ინტელექტის განვითარება ერთი მხრივ, ხოლო მეორე ის გამოწვევები, რაც უკავშირდება ამ განვითარებას. მთელ მსოფლიოში ახლა ძალიან აქტიურ ფაზაში არის ხელოვნური ინტელექტის მიერ სხვადასხვა კონტენტის გენერირება და ეს ეხება ინტელექტუალურ საკუთრებას. კერძოდ, ალბათ ბევრი თქვენთანგანი მომხმარებელიც არის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა, სხვადასხვა პლატფორმით შეიძლება სარგებლობდეთ. ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა შეუძლია დაგიწეროთ მუსიკა, დაგიწეროთ სიმღერა და შექმნას სხვადასხვა ობიექტი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ნაწარმოები, რომელიც იქნება გამოყენებული აქ ვიდეოებზეც არის, ანუ ვიდეო ნაწარმოებებზე საუბარი, ფოტო, სტატიები, სამეცნიერო ჟურნალები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ძალიან ხო ამ ვითარებაში ძალიან აქტუალურად და მნიშვნელოვნად დგას ის საკითხი დგას ის საკითხი რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ ანუ ამ პლატფორმების მიერ ძალიან აქტიურად მოხდა და კვლავაც ხორციელდება როგორც მისი შემქმნელებისგან, ისე მოსარგებლეებისგან, ანუ ამ პლატფორმების მოსარგებლეებისგან, ისეთი ნაწარმოებების და ისეთი ობიექტების გამოყენება, რომლებსაც გააჩნიათ ანუ რომლებსაც ყავთ თავიანთი უფლება-მფლობელები. და შესაბამისად პირობითად ვამბობ, რა ვიცი, ნებისმიერი ლექსი ან სიმღერა შეიძლება შეითვირთოს, ასე ვთქვათ, ამ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაზე და შემდეგ მოხდეს მისი მოდიფიცირება. უფრო მეტიც, მილიონობით, ათეული მილიონობით ნაწარმოები უკვე შეყვანილია ამ სისტემებში და უკვე დაწყებულია ეს გენერირება და შესაბამისად დადგა ის პრობლემა, რომ ავტორები უფლებამფლობელებს გამოვიყენებ ამ ტერმინს თქვენი ნებართვით, იმიტომ რომ ავტორებიც იგულისხმება, მომღერლებიც იგულისხმება, შემსრულებლები, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ნაწარმოებს, მათი ნაწარმოებების შეყვანა, ანუ ინტეგრირება მოხდა, გამოყენება მოხდა ხელოვნური ინტელექტის მიერ და აქ მე ვხედავ შემსრულებლებსაც და ანუ უფლებამფლობელებსაც და დარწმუნებული ვარ, არც ერთ თქვენთაგანისთვის უფლება ამ თქვენი მიერ შესრულებული მაგალითად ნაწარმოებების გამოყენების არც ერთ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმას არ უთხოვია. მოკლედ, დღეისათვის არის ის რეალობა, რომ პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს რეპერტუარი მუსიკის ჭრილში რო განვიხილოთ, თუმცა ეს ყველა სფეროს ეხება, კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც სამეცნიეროს, ისე აუდიოვიზუალურ ნაწარმოებებს და ყველა სფეროს. პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს რეპერტუარი ახლა შეტვირთულია ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმებზე და ამ წამებშიც და ამ წუთებშიც არ ჩერდება ეს პროცესი. და შემდეგ ხდება ამ ნაწარმოებების გამოყენება ისე რომ არც შეტვირთვის დროს უკითხავთ უფლებამფლობელებისთვის თანხმობა და არც მისი გამოყენების დროს იღებს უფლებამფლობელი რაიმე სარგებელს. არა და მთელი მსოფლიოს პრაქტიკაც და საკანონმდებლო მოწესრიგებაც ამგვარი არის, რომ უფლებამფლობელის ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენება ექვემდებარება ერთი მხრივ თანხმობას, გამონაკლისებიც არსებობს, ხოლო მეორე მხრივ ექვემდებარება შესაბამისი ჰონორარის გადახდას. და ეს გამოწვევა მთელი მსოფლიოს წინაშე დგას. არსებობს ცალკეული შემთხვევები, როდესაც მოხდა, ასე ვთქვათ, უფლებამფლობელთა მიერ ან მათი წარმომადგენლების, ანუ კოლექტიური მართვის ორგანიზაციების მიერ პრეტენზიის გაცხადება, შემდეგ სასარჩელო წარმოებაც, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ესეთი შემთხვევა არის აღსანიშნავი ჩვენნაირი ორგანიზაცია გერმანიის GEMA არის მისი დასახელება, რომელმაც 6 წლის წინ დაიწყო სასარჩელო დავა და მიუნხენის სასამართლომ პირველად მიიღო გადაწყვეტილება ნოემბერში, რომლითაც დადასტურდა ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის მიერ დარღვევის ფაქტი, კერძოდ ტექსტების უნებართვო გამოყენება და ეს, ასე ვთქვათ, პირველი სიგნალი გამოჩნდა, ასე ვთქვათ, მსოფლიო პრაქტიკაში. ეხლა ვითარება იმგვარი არის, რომ ზუსტი რეცეპტი, ამ პრობლემის ზუსტი რეცეპტი, ან გადაწყვეტის გზა, როგორც ასეთი არ არსებობს და არსებობს სხვადასხვა მიდგომები. თუ როგორ შეიძლება მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა. მე ვეცდები, რომ ძალიან იურიდიულ დეტალებში არ წავიდე, მე თქვენ თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, რა თქმა უნდა, ღია თუ ართ რომ მივჯელოთ თქვენთან ერთად, მაგრამ საბოლოო ჯამში არსებობს რამდენიმე ესეთი გლობალური მიდგომა, რომელზეც მუშაობენ და ფიქრობენ სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ევროპარლამენტიც ერთ-ერთი პრიორიტეტულ საკითხად განისაზღვრა და 2026 წელში სხვადასხვა ინიციატივები არსებობს ამ კუთხით და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით რაღაც თანხმედრაში ვართ, რომ ამ პრობლემის აქტუალობა დავინახეთ. პოტენციური გადაჭრის გზებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ შესაძლებელია ამ საკითხის გადაწყვეტა იყოს ეგრეთ წოდებული
ცალსახა არის რომ თელ მსოფლიოში და სავარაუდოდ ჩვენთანაც საკანონმდებლო დეტალური მოწესრიგება არის საჭირო ამ საკითხების, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ანუ ტექნოლოგია მუდმივად ასწრებს ხოლმე საკანონმდებლო რეგულაციას და დღეს შეიძლება ითქვას, რომ არც მსოფლიოში და არც საქართველოში დეტალური მოწესრიგება ამ საკითხის არ არსებობს. ეს ანუ გადაწყვეტის გზებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი საკითხი და ერთ-ერთი პრობლემის გადაჭრის გზა შეიძლება იყოს წინასწარი ლიცენზირება, როდესაც კოლექტიური მართვის ორგანიზაციები ან უფლებამფლობელები წინასწარ თანხმობას აძლევენ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებს მათი ნაწარმოების გამოყენებისთვის, თუმცა ეს მიდგომა მიიჩნევა უკიდურესად რთულად და პირადად მეც მიმაჩნია, რომ შეუძლებელი იქნება მისი რეალიზება რეალურად და პრაქტიკულად, ვინაიდან ერთი მხრივ საკმაოდ რთული არის ამ თანხმობების ორგანიზება თუ პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ყველა ცალკეულმა უფლებამფლობელმა ცალ-ცალკე მისცეს პლატფორმას და პლატფორმებს ნებართვა. და იქ შეიძლება ეგრეთ წოდებული opt-out-ის მექანიზმი არსებობდეს, ანუ ითვლებოდეს, რომ თანხმობა გაცემულია და აქედან გამორთვა შეიძლებოდეს, თუმცა ესეც პრობლემურად არის მიჩნეული, ვინაიდან უკვე დღეისათვის, როგორც გითხარით, 10 მილიონი ნაწარმოები არის შეტვირთული ამ პლატფორმებში და რაც უფრო დრო გავა, მით უფრო შეუძლებელი იქნება იმის გარჩევა, მაგალითისთვის ვამბობ, რაღაც რო ვთხოვოთ ხელოვნურ ინტელექტს, ქართული ხალხური სიმღერა დააგენერირე და მომეცი, გამოყენებული იქნება თუ არა, მაგალითად ქართული ხმების რეპერტუარი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ უკვე შეტვირთულია ამ პლატფორმებში. მეორე საკითხი, მეორე გადაწყვეტის გზა შესაძლებელია იყოს და ამაზე ფიქრობ, ანუ ამაზე მიდის მუშაობა, ეგრეთ წოდებული გაფართოებული ლიცენზირება, რომლის დროსაც იგულისხმება, რომ ჩათვლილი არის, რომ ნაწარმოები გამოიყენება, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება ამ ლიცენზირებიდან გამორთვა, ასე ვთქვათ, ცალკეული უფლებამფლობელის მიერ და ასეთ შემთხვევაში ხდება კანონით ან შეთანხმებით დადგენილი ტარიფის გადახდა კოლექტიური მართვის ორგანიზაციებისთვის და კოლექტიური მართვის ორგანიზაციები აგროვებენ ამ ჰონორარებს, იმიტომ რომ მსგავსად მაგალითად ეს პრაქტიკაში ეხლაც არსებობს, მაგალითად ტელევიზიების შემთხვევაში არ შეუძლია ცალკეული უფლებამფლობელი მივიდეს და შეაგროვოს მისი კუთვნილი ჰონორარი, ამისთვის არის ჩვენი მსგავსი ორგანიზაციები, როდესაც ერთ პირს ელაპარაკება ტელევიზია და იხდის ჰონორარს შეთანხმებული ან კანონით განსაზღვრული ტარიფის მიხედვით და შემდეგ ხდება უკვე ამ ჰონორარის განაწილება იმ მეთოდოლოგიით, როგორიც გააჩნიათ კოლექტიური მართვის ორგანიზაციებს. და ერთ-ერთი მიდგომა არსებობს ეგრეთ წოდებული, აი მარტივად რო ვთქვათ, როგორც კერძო კოპირების შემთხვევაში არის, როდესაც დაშვება ხდება, რომ ხდება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების გამოყენება, შეთანხმებული ტარიფით ხდება ჰონორარის შეგროვება და შემდეგ უკვე ხდება ეს შეგროვებული ჰონორარის განაწილება იმ მეთოდოლოგიით, რა მეთოდოლოგიითაც გამოიყენება, რა მეთოდოლოგიაც გამოიყენება კერძო კოპირების შემთხვევაში. ამ მეთოდის უპირატესობა, რა თქმა უნდა, მასაც ახლავს თავისი გამოწვევები, მაგრამ უპირატესობა შეიძლება იყოს ის, რომ აღარ სჭირდება ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებთან წინასწარი მოლაპარაკებები, ანუ იგულისხმება იმაზე, რომ მათ არ სჭირდებათ წინასწარი ლიცენზიების აღებები გამოყენებაზე, ნაკლებად საჭიროა უკვე ტექნიკური გამჭვირვალობის და ტექნიკური პარამეტრების არსებობა ინტელექტუალური ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების მიერ ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებასთან დაკავშირებით, უბრალოდ ითვლება და ივარაუდება, რომ უკვე იყენებენ ისინი და ასეც არის, რეალობაც ასეთი არის და შემდეგ ხდება უკვე ჰონორარის მოგროვება კოლექტიური მართვის ორგანიზაციების მიერ და შესაბამისად განაწილება. როგორც მოგახსენეთ, აი ყველა ეს და კიდევ შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა მიდგომები, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს არის ჩანასახოვან, ან უпростоრეთ მოდით ესე ვთქვათ, დამუშავების ეტაპზე არის და ერთიანი უნიფიცირებული რეცეპტი ზოგადად არ არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია აქ გადაწყვეტილებების ჰარმონიზაცია, იმიტომ რომ
მოგეხსენებათ, რომ კოლექტიური ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები საკმაოდ მსხვილი და ძლიერი ორგანიზაციები არიან და მეორე მხრივ თუ კი აქ ერთიანი მიდგომებს არ ექნა ადგილი, მით უმეტეს გეოგრაფიის გათვალისწინებით და მოდით პირდაპირ ვიტყვი, აქ საქართველოს ბაზრის მასშტაბის გათვალისწინებითაც ან მოლაპარაკების ძალის გათვალისწინებით საკმაოდ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ საუკეთესო პრაქტიკას და აი ამ ჰარმონიზაციულ მიდგომას მივესადაგოთ და ამგვარად ვმართოთ აღნიშნული ვითარება. თუმცა თქვენი ნებართვით ძალიან აბსტრაქტული და რაღაცა ისეთი რო არ გამოვიდეს, თქვენი ნებართვით აქ ადგილზე არსებულ გამოწვევებსაც გეტყვით, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანი არის და ჩემი სურვილი იქნება, რომ თუ კი რა თქმა უნდა გექნებათ მე თქვენ სურვილი, რომ ამაზე უფრო დეტალური მსჯელობა შეგვიძლია გაიმართოს. იგულისხმება ის, რომ დღეს უკვე საქართველოში ცალკეული მოსარგებლეების მიერ არის მცდელობები, რომ გამოყენებული იქნეს ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების მიერ გენერირებული კონტენტი, ანუ მუსიკას ეხება ამ შემთხვევაში და ამაში თავისთავად ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ეს ამის გამოყენება ხდება კუთვნილი ჰონორარის გადახდისგან თავის არიდების მცდელობის მიზნით, მოკლედ. რაც საკმაოდ შემაშფოთებელი არის, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენეთ, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, თუ კი ამგვარი რამ მოხდა და საერთოდ დაურეგულირებლად დარჩა და ავტორებმა, უფლებამფლობელებმა არ მიიღეს კუთვნილი ჰონორარი, ეს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში სრულ დეგრადაციას გამოიწვევს კულტურის სფეროში, იმიტომ რომ უფლებამფლობელს აღარ იქნება ინიციატივა წაშალოს მეთქი ბოდიში შექმნას თავისი კონტენტი, იმიტომ რომ ყოველთვის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტი იქნება უფრო სწრაფი, უფრო იაფი, რა თქმა უნდა, ნაკლებად შემოქმედებითი იქნება, მაგრამ ასე ვთქვათ, საბაზრო და საწარმოო გამოყენებისთვის ბჭყალებში ვამბობ, მას უპირატესობა ექნება და ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ ეს სრულ დეგრადაციას გამოიწვევს და ფრუსტრირებას გამოიწვევს, ანუ შემცირდება კრეატიული ხალხის ოდენობა და ასე შემდეგ. ეს ინდუსტრია რეალურად გაქრება გრძელვადიან პერსპექტივაში. მეორე მხრივ ამას კიდე ცალკე გამოწვევები აქვს და ყველა უცხოელი ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ ეს განსაკუთრებული საფრთხის შემცველი იქნება მცირე, მაგრამ კულტურულად მდიდარი ქვეყნებისთვის და ჩემი ღრმარწმენით ასეც ჩვენგან ვეკუთვნებით, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ამ კუთხით მრავალფეროვნებას ნაკლებად მიაქცევს ყურადღებას, არა, მისი კონტენტი კულტურულად ნაკლებად მრავალფეროვნული იქნება და თუნდაც მრავალენოვანი. ეს გამოწვევები დღეს უკვე საქართველოში არსებობს, როგორც გითხარით, და ეს მცდელობები, რომ ხელოვნური ინტელექტის ნაწარმოებებმა გვერდზე გაწიონ, ასე ვთქვათ, კრეატიული ინდუსტრია, ამის ანუ მცდელობები უკვე დაწყებულია და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამას ქვეყანაც ჩვენც მიუდგეთ პასუხისმგებლობით და მოვახდინოთ რეაგირება იმ კუთხით, რომ პირველ რიგში ალბათ ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორი რეგულაციური ბადე უნდა დახვდეს ამ ყველაფერს საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჰარმონიზებული უნდა იყოს მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკასთანაც ალბათ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და არც მინდა გამოვხატო, რომ ჩვენ შევძლებთ რაღაც ფორმატის მოფიქრება, სადაც შესაძლებელი იქნება აი ამ გამოწვევებზე მსჯელობა და რაღაც გადაწყვეტილების მიღება. დიდი მადლობა, თუ კითხვები გექნებათ, სიამოვნებით. დიდი მადლობა. კითხვები ხო არ არის მოსაზრებები? ზოგადად ამ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით გეთახმებით, რომ ნამდვილად არის ეს ფიქრის საგანი, ჩვენ კომიტეტმა ჯერ კიდევ შარშან დავაყენეთ ეს საკითხი სამუშაო დონეზე, რა თქმა უნდა, არა კომიტეტის დონეზე, ჩვენ ქონდა კომუნიკაცია ბატონ სოსოსთან. საკმაოდ პოზიცია გვაინტერესებდა ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგადად საკანონმდებლო კუთხით, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჯერ არ არსებობს გამოცდილება. მაგრამ ფაქტია, რომ ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც გააჩნია წვრთნის შესაძლებლობა, აქვს უკიდეგანო შესაძლებლობები და შეუძლია შექმნას ნებისმიერი სახის ნაწარმოები, მათ შორის საორკესტრო ნაწარმოები შეიძლება დაწეროს. ასევე ლექსი, მოთხრობა, რომანი,
ჩვენს ჩაგვიტარებიათ და მინდა გითხრათ რომ არც თუ წარუმატებლად შენივრად იმუშავა. ანუ ეს გამოწვევა, რეალურად დღეს და მომავალშიც ხელოვნური ინტელექტი ეს არის ალბათ ადამიანისთვის უდიდესი შესაძლებლობა იმისთვის რომ საკუთარი უნარები განავითაროს, ასევე მათ შორის ხელოვნებაში წარმატებით გამოიყენოს და რა თქმა უნდა მას სჭირდება საკანონმდებლო რეგულაციები. ერთადერთი ალბათ რასაც ხელოვნური ინტელექტი ვერ შეძლებს ჩაანაცვლოს ეს არის ემოციები. ადამიანური ემოცია, რომელიც უშუალოდ ადამიანს ეკუთვნის და ვერასდროს ვერც სპექტაკლს ჩაანაცვლებს და ვერც ადამიანის მიერ უშუალოდ გამოხატულ ემოციას, მაგრამ რაც შეეხება ნაწარმოებს, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით აუცილებელია ფიქრი. ეხლა რეცეპტი, რა თქმა უნდა, ამის არ არსებობს, ჩვენ მოვიკვლიეთ გამოცდილებები საკანონმდებლო კუთხით ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, მათ შორის ევროკავშირში და ევროკავშირის სამყარო თითქმის ყველა ქვეყანაში ფიზიკური პირები მოიაზრება საავტორო უფლების მფლობელებად და ერთადერთი თუ არ ვცდები იტალია არის ქვეყანა, რომელმაც პირველად დააფიქსირა თავის კანონმდებლობაში ხელოვნური ინტელექტის არსებობა და ამ მიმართულებითაც პრინციპში ზოგადი ჩანაწერი გაკეთდა ევროკავშირის და ევროსაბჭოს რეგულაციებია ასევე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, სადაც გაკეთდა ჩანაწერი, რომ აუცილებელია იქნეს დაცული ფიზიკური პირის ინტელექტუალური საკუთრება, ისე რომ ხელოვნურმა ინტელექტმა არ უნდა დააზიანოს და არ უნდა შელახოს მისი უფლებები. ახლა ესეც ზოგადი ჩანაწერია, რა თქმა უნდა და არ იძლევა ამ მიმართულებით კონკრეტული ინსტრუმენტებს, რაც რეალურად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მყარდაცვას. მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი, რა გამოცდილებები იქნება, რა გადაწყვეტილებები, როგორი ერთიანი მიდგომა ჩამოყალიბდება მსოფლიოში ამ მიმართულებით წამყვან ქვეყნებში. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ წარმატებით მივიწევთ ამ მიმართულებით და გვაქვს პოზიტიური შედეგები, არსებობენ ქვეყნები, რომელთაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ ინტელექტუალური უფლებების მართვის. და მე ვფიქრობ, რომ კარგი გამოცდილებების გაჩენა და შემდგომში ამ გამოცდილებების გაზიარება იქნება ძალიან ეფექტური და ძალიან კარგი. მე ვფიქრობ, რომ ბატონო სოსაც შეიძლება ვკითხოთ აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. ყველას მოგესალმებით, ძვირფასო პარლამენტის წევრებო, კომიტეტის თავმჯდომარე, IPO-ის წარმომადგენლებო და სხვადასხვა სამთავრობო უწყობების წარმომადგენლებო. მოგეხსენებათ, რომ საკპატენტი წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების დარგში პოლიტიკის შემქმნელ უწყებას. ამ თვალსაზრისით ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განხორციელებული საავტორო და მომჯინავე უფლებებს გულისხმობ ამ შემთხვევაში რეფორმა, რომელმაც შემდგომში საშუალება მოგცა, რომ გაგუკეთებინა ახალი ორგანიზაციის აკრედიტაცია წარმატებით ჩაიარა. დღეს უკვე თამამად და გუშინაც ვფიქრობ შეიძლებოდა თამამად ამის გათვალისწინებით, რომ შედეგებია სახეზე. საქართველომ ხელისუფლებამ აირჩია გზა, რომელიც გულისხმობს არა პირდაპირ ჩარევას ამ ნაწილში, არამედ ისეთი ინსტრუმენტების შექმნას ქვეყანაში, რომლებიც ავტორებს აძლევს მექანიზმს თვითონ მართონ თავიანთი უფლებები და მიიღონ შედეგები. მაკონტროლებლები არიან დღეს თვითონ ავტორები და მათ ამისთვის შესაფერისი და შესაბამისი ბერკეტები გააჩნიათ. როდესაც საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობდა საკანონმდებლო ცვლილებებზე, ამოცანა იყო ორი მთავარი პრინციპის დამკვიდრება, ეს იყო სამართლიანობა და გამჭვირვალობა. ორივე ეს პრინციპი ბუნებრივია უკავშირდებოდა იმ გამოწვევებს, რომლებიც მანამდე წინა წლებში არსებობდა უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით. მე არ ვამბობ, რომ დღეს სიტუაცია იდეალურია და არც გვაქვს ამის ამოცანა, მე ვფიქრობ, რომ ამაში IPO-იც დამეხმარება, თუმცა შედეგები, რომელსაც ჩვენ ხედავთ და რა თქმა უნდა ჩვენ არ განსაზღვრავთ შედეგებს მხოლოდ შეგროვებული თანხებით. ბუნებრივია 5 მილიონსა და 28 მილიონს შორის დიდი სხვაობაა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ინდიკატორი იმისა, რომ განსაზღვროთ კარგად მუშაობს თუ არა ორგანიზაცია, იმიტომ რომ ამ თანხების ასე გაზრდა ეფექტიანობის გარდა დაკავშირებულია ბუნებრივია ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებასთან, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად განვითარდა ეკონომიკა, რაც უფრო მეტი ფინანსური რესურსი ტრიალებს ყველა იმ დარგში, სადაც ამუფლებებს იყენებენ, შესაბამისად უფრო მეტი აგროვდა და ეს საერთო ჯამში ჯაჭვია ქვეყნის განვითარებისა და პროგრესის. გამოწვევები ბუნებრივია არსებობს,
მათ შორის ეფექტიანობა, ადმინისტრება, მართვა. როგორც IPO-ის წარმომადგენელმა ქალბატონმა თამარმა აღნიშნა 2000-მდე 1800-ზე მეტი უფლებამფლობელის ინტერესების დაცვა უწევთ, რაც რთულად სამართავი პროცესია და წარმოიდგინეთ მეორეს მხრივ რამდენი ფიზიკური ან იურიდიული პირია, რომელიც მათ უფლებებს იყენებს. შესაბამისად, მათ შორის კომუნიკაცია სწორად მართვა რთულია, ადმინისტრება რთულია, მაგრამ დღევანდელი შედეგები ჩვენთვის დამაკმაყოფილებელია ის, რაც ყოველ შემთხვევაში სახეზია. თუმცა წეღანა აღნიშნა, რომ მთავარი კონტროლი უნდა განხორციელდეს უშუალოდ ავტორების მიერ, ეს არის მათთვის მინიჭებული უფლება და ორგანიზაციის გამჭვირვალობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ავტორები ხედავდნენ, როგორ ხდება მათი უფლებების დაცვა და საჭირო დროს ჰქონდეთ საჭირო მექანიზმები მოითხოვონ გაუმჯობესება ან შეცვლა, ხოლო საკპატენტი ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა მუდმივად ბუნებრივია ასრულებს თავის ფუნქციას. ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ, საფუძველი ამისა ის არის, რომ ორგანიზაციას ვალდებულება აქვს, რომ პერიოდულად აქვეყნებდეს ანგარიშებს, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ყველა საზოგადოება, საჯაროობა ერთ-ერთი პრინციპია და ხედავდეს ძირითად მიმართულებებს. ჩემი გამოსვლის მეორე ძალიან ხანგრძლივი არ გამოვიდეს უშუალოდ რეფორმასთან დაკავშირებით, მალევე გადავალ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით. განხილვაზე ბუნებრივია მე უერთდები პათოსს იმასთან დაკავშირებით, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად სოფლიოში არსებობს სირთულეები, სამწუხაროდ ჩამოყალიბებული პრაქტიკა, რომელიც ასე ვთქვათ, დღესდღეობით ჩვენ არ გვაქვს. ამის მიზეზი მარტო ის არ არის, რომ მექანიზმი ვერ შეიქმნა, ამის მიზეზი ასევე არის ბევრი სხვა კომპონენტი, მათ შორის ქვეყნები თუ კომპანიები, რომლებიც თვითონ ქმნიან ხელოვნურ ინტელექტს, ბუნებრივია გარკვეული გავლენითაც სარგებლობენ და ამ ქვეყნებს საკუთარი ინტერესი აქვთ ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებით. დამალული არ არის სოფლიოში, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი, ორი ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მძლავრი ინსტიტუტები გააჩნია და ბუნებრივია ისინი ფიქრობენ, რომ თავიანთი პროდუქტი, თავიანთი კომპანიების პროდუქტი უფრო და უფრო მეტად გაძლიერდეს, ესეც ახდენს გავლენას მთელ სოფლიოში ამ დარგში პოლიტიკის შემუშავებაზე. მიდგომები თითქოს იხვეწება, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები მსოფლიოში არ არსებობს. ახსენეს აქვს გერმანიის მაგალითი, ასევე არსებობს ბრაზილიის მაგალითი, სადაც სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნა, რომ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით დადასტურდა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გამოიყენა კონკრეტული უფლება მფლობელების, ავტორების, მუსიკის დამწერების ნამუშევარი და ისე შექმნა, მაგრამ იმ შემთხვევაში გადაწყვეტილება ბრაზილიაში მიღებული იყო, რომ ასეთ დროს ჰონორარი უნდა გადაიხადოს უშუალოდ ხელოვნურმა ინტელექტმა, იქ საუბარი იყო თუ სწორად მახსოვს მეტას ხელოვნურ ინტელექტზე, რაც რთული პროცესია. წარმოვიდგინოთ, რომ თუნდაც საქართველოს, თუნდაც ბრაზილია ნებისმიერი სხვა იღებს გადაწყვეტილებას, ან კანონში ვწერთ, რომ ხელოვნური ინტელექტის შემქმნელმა ორგანიზაციამ უნდა გადაიხადოს გადასახადი. ფიქრობ, რომ ეს ადმინისტრებისთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იქნება. მეორე გამოწვევა, რომელიც ართულებს პროცესს და რაზეც ჩვენ უნდა ვიფიქროთ აუცილებლად, ეს არის ზოგადად მისი განვითარების ტემპი. რამდენიმე თვის წინ შანხაიში გაიმართა ფორუმი ინტელექტუალური საკუთრებასთან დაკავშირებით, სადაც საშუალება მქონდა, რომ სიტყვით გამოსულიყავი Alibaba Cloud-ის დამფუძნებელთან და შანხაის მერთან ერთად. მოგეხსენებათ, რომ Alibaba ერთ-ერთი გიგანტია ამ სფეროში. ამ კაცთან პირადი საუბრის დროს, როდესაც საუბრობდით ამ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, მან ძალიან სერიოზული და დამაფიქრებელი კითხვა, უბრალოდ რიტორიკული კითხვა დასვა. თუ დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ხელოვნური ინტელექტი იყენებს ახალი პროდუქტის შესაქმნელად სხვა ავტორების უფლებებს, მან თქვა, რომ გარწმუნებთ 5 მაქსიმუმ 10 წელიწადში ხელოვნური ინტელექტი მიაღწევს განვითარებით ისეთ დონეს, როდესაც მას ექნება საშუალება სრულად დამოუკიდებლად შექმნას ნებისმიერი ტიპის პროდუქტი და მას ჩვენ ვერ დაუმტკიცებთ, რომ გამოიყენა ვინმეს ავტორო უფლება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავდგებით 5-10 წელს დღეს რომ თქვათ რომელიმე ქვეყანამ ჩვენ პირდაპირ ჩავწეროთ კანონში, რომ საავტორო უფლებები რადგან თქვათ მხოლოდ სხვებისას იყენებს, ამიტომ ასე ვთქვათ გადასახადი დავაკისროთ, 5 წლის მერე შეიძლება გაჩნდეს მოცემულობა, როდესაც ის იტყვის, რომ დარწმუნებით იტყვის, რომ არავის უფლებებს არ იყენებს. ეს ერთი მოცემულობა, თუმცა ეს ერთულეები არ გამორიცხავს, რომ დღეს რაც გამოწვევები გააჩნია და განსაკუთრებით ეს გამოწვევები არის პატარა ქვეყნებში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყანა თავის კულტურით არის მდიდარი და IPO-ის ერთ-ერთი
ძირითადი მიმართულება, რომელიც კანონშიც უწერიათ და გარდა ამისა მე როგორც მაქვს ინფორმაცია, მათ უკვე შექმნეს ფონდი და ამ ფონდის საშუალებით საკმაოდ საინტერესო პროექტებს ახორციელებენ, არის კულტურის განვითარება და იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობენ. შესაბამისად, აქედან აგროვებული ფული გარდა იმისა, რომ სოციალურ პასუხისმგებლობას ასე ვთქვათ, აკმაყოფილებს, რომ ვიღაცის მუსიკა თუ გამოიყენე, მან ამაში თავისი ჰონორარი აიღოს, მეორე მხრივ მიმართულია დარგის განვითარებისკენ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ინტერესია და თავისთავად ავტორთა ინტერესია, რომ მოხდეს წახალისება და მხარდაჭერა და მივცეთ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა იმისთვის, რომ სწორად მოახდინონ ადმინისტრირება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ადამიანებს არ გვიყვარს, არ ვიცის თქმა, მაგრამ იმ არ შევეწინააღმდეგოთ სოფლიოში ტექნოლოგიის განვითარებას და რომც გვინდოდეს ეს ძალიან გაგვიჭირდება და მეორე მხრივ დავიცვათ ავტორთა უფლებები, ასეთი ბალანსი დღეს არ არსებობს. შესაბამისად, გადაწყვეტა, რომელზედაც შეიძლება საკანონმდებლო დონეზე მივიდოთ, ვერ იყოს ბოლომდე ეფექტიანი. თუ ჩვენ ამ გზით წავალთ და მე ვფიქრობ, რომ რაღაც დონეზე ჩვენ უნდა მივიღოთ რეგულაცია, რომელიც დაეხმარება ავტორებს. მე არ ვსაუბრობ IPOA-ს. IPOA ეს არის ავტორთა ორგანიზაცია. ისინი წარმოადგენენ ავტორებს, მათ სხვა ფუნქცია არ გააჩნიათ. ამიტომ ჩვენ ბუნებრივია ვლაპარაკობთ ავტორთა უფლებების დაცვაზე და დარგის განვითარებას. თუმცა დღეს სოფლიოში არ არსებობს ამის პრაქტიკა. მე არ მინდა რომ საქმე-პატენტის ხელმძღვანელმა ასე ვთქვათ, თავი დაიზღვიოს ან დაიცვას იმით, რომ რადგან მაგალითად გერმანიაში ან თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არის პრაქტიკა, ჩვენ როგორ მოვიფიქრებთ? მე ამ პოზიციიდან არ გელაპარაკებით, მით უმეტეს საუბრობ პარლამენტში და აბსოლუტურად გააზრებული მაქვს პასუხისმგებლობა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინაშე გააჩნია სამთავრობო ორგანიზაციას, მოგეხსენებათ, რომ მით უმეტეს საქმე-პატენტი პრემიერის უშუალო დაქვემდებარებაში, აქედან გამომდინარე სრული პასუხისმგებლობით მე ვამბობ, რომ ერთი მხრივ სიტუაციის გასაცნობად თითოეულ თქვენთანგას მოგახსენოთ სად ვართ, მეორეს მხრივ რამდენიმე ვერსიას შემიძლია შემოგთავაზოთ, თუმცა დარწმუნებით რამდენ ჟღერს, იმიტომ რომ ჯერ ერთი ამის ადმინისტრება კატასტროფულად გართულდება, მოგეხსენებათ, რომ ამის ადმინისტრებას თავისი რესურსი აქვს, IPOA კანონში უწერია, რომ ის არ ხარჯავს 20%-ზე მეტს მიღებული შემოსავლების და ძალიანაც რომ მოინდომოს, ვერ შეძლებს ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის კონტროლს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნის პროდუქტს. შესაბამისად, ამ ადმინისტრირებას რაღაც სხვა ფორმა უნდა ქონდეს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ფიზიკური პირების ან იურიდიული პირების მიმართულებით წასვლა ერთი მხრივ გამოიწვევს ადმინისტრირების სირთულეებს და მეორე მხრივ მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა გაჩნდეს კითხვები სამართლიან მიდგომასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც იყენებენ ტექნოლოგიურ სიახლეებს, ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ ამ ტექნოლოგიური სიახლეების გამოყენებაში, რისი პრაქტიკაც სოფლიოში არ არსებობს და შესაძლოა ეს იყოს დაკავშირებული ისეთი ტიპის ძირითად უფლებებთან, რომელიც დაკავშირებული იყოს ადამიანის ძირითად უფლებებთან, მათ შორის გაეროს რამდენიმე კონვენციასთან. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ გულში რა საერთაშორისო გამოცდილება გაჩნდება ამ მიმართულებით, როგორ ჩამოყალიბდება ამ თუ იმ წამყვანი ქვეყნის სამართლებრივი პოზიცია. ეს იქნება საპარლამენტო ფორმატი, სამთავრობო ფორმატი, მათ შორის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპატენტი ჩაერთოს ამ საკითხში, სამუშაო ჯგუფში, ასევე კულტურის სამინისტრო და პარლამენტი და მთავრობა ასევე, რა თქმა უნდა, შემადგენლობა უკვე მშენობის საკითხია, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ამ თემაზე ვიფიქროთ, თქვენ ბრძანეთ, რომ 5-10 წელიწადი მე და შეიძლება თქვა, რომ შეიძლება უფრო ნაკლებიც იყოს, არავინ არ იცის. დღე არსებობს ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე დონე, ის სტანდარტული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ჩაშენებულია ხა ჩვენ smartphone-ებში ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც არის მეორე და მესამე დონე, რომელიც ფასიანია, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული დიამეტრალურად სხვა შესაძლებლობები აქვს და რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობები ყოველდღიურად იზრდება. ამიტომ ჩვენ გვინდა არ გვინდა ამ იმ მოცემულობის წინაშე ძალიან მალე დავდგებით, როდესაც გვექნება სფერო, რომლის სამართლებრივი რეგულაცია არ არსებობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქედანვე დავიწყოთ მომზადება იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია სამართლებრივი კუთხით იქნას ჩამოყალიბებული. ამას სჭირდება კვლევები, ამას სჭირდება კვალიფიციურ ადამიანებთან, ექსპერტებთან, თუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, მსჯელობა, რომ ჩვენი პოზიციის ფორმირება მოხდეს ამ პერიოდში.
მიგეთახმებით სრულიად, რომ ეს არის პრობლემა, რომელსაც სჭირდება გადაწყვეტა, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ საერთაშორისო სამართლებრივი გამოცდილება ამ მიმართულებით საკმაოდ წირია და პრინციპში შეიძლება ვთქვათ, რომ ფაქტიურად არ არსებობს. რა თქმა უნდა, მე სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით დავაყენებ ამ საკითხს და კონკრეტულად, რა თქმა უნდა, კომიტეტი არც იყო იმისთვის, რომ აქ ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაცა რეცეპტები გვეძებნა, ის რომ საკითხი წამოიწია, როგორც პრობლემა და რომ პრობლემა დადგა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ამას სჭირდება მუშაობა და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვექნება კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან, შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუციებთან და მოგვიანებით ალბათ ვფიქრობ რომ გავაჟღერებთ კონკრეტულ რეზულტატებს, რა შედეგებამდე მივალთ და როგორ ჩამოვყალიბდებით რომ ამ თემაზე ვიმუშაოთ. მე დიდი მადლობა მინდა უთხრა IPOA-ს წარმოადგენელი ანგარიშისთვის. მაგრამ მე მაინც მაინტერესებს კონკრეტული დეტალები. პრინციპში საზოგადოებას აინტერესებს კონკრეტული დეტალები. რამდენიმე კითხვა მაქვს და ამ კითხვებთან დაკავშირებით მინდა რომ შედარებით დეტალურად მოგვაწოდოთ ინფორმაცია. პრინციპში სამართლებრივი დაავებთან დაკავშირებით მაინტერესებს როგორია დინამიკა, რამდენად ხშირად გიწერთ თქვენ სასამართლოში ავტორების უფლებების დაცვა, რამდენად ეს იწელება დროში და ხო არ არის შესაძლებელი რომ თუნდაც სხვა თავის ფორმატები იქნას, შედარებით მოკლე ფორმატები იქნას შერჩეული იმისთვის რომ ავტორის ისედაც შეხელოვანი ადამიანი რომელსაც არ აქვს საქართველოში ხო მაინც და მაინც დიდი შემოსავალი და შეიძლება ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია იმ ჰონორარებზე რომელსაც თქვენ უხდით რამდენად შესაძლებელია რომ მისი უფლებები იყოს უფრო ასე ვთქვათ მოკლე ვადებში დაცული სასამართლო მოგეხსენებათ ხშირად იწელება წლები ჭირდება და ავტორი ელოდება საკუთარი უფლებების აღდგენას. აი ამ მიმართულებით როგორ ვართ ეს მაინტერესებს. მადლობა კითხვისთვის. მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იურისტებისთვის კითხვა. პირველი რაც უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად ამ სამართლებრივ მოწესრიგებასთან და ანუ ჰონორარის შეგროვებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში და მოსარგებლეებში და აქ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, შეიძლება ითქვას, ანუ წინა წლებთან შედარებით, როდესაც ძალიან ბევრმა გულწრფელად ან არ იცოდა, რომ საერთოდ ჰონორარი გადასახდელი იყო, მოსარგებლეებს გულისხმობ, ეს შეიძლება ყოფილიყო კაფე, რესტორანი თუ ასე შემდეგ. ანუ ყველგან სადაც ჟღერს მუსიკა, მოდით მუსიკის ჭრილში შევხედოთ, თორე დანარჩენ სფეროებშიც ანალოგიური ვითარება არის. ანუ მნიშვნელოვნად ამაღლდა ცნობიერება საზოგადოების და ჩვენ კვლავაც მუშაობთ ამ მიმართულებით, თუმცა რა თქმა უნდა ყოველთვის არსებობს დარღვევები და ყოველთვის არის საჭირო იურისტების ჩარევა, რომლებიც ხო ესე ამ ვითარებაში აუცილებელი არის ხოლმე რომ განხორციელდეს კონკრეტული ქმედებები. ბატონო თავმჯდომარე ძალიან კარგად ბრძანეთ თქვენ ანუ ვადებთან და დროებთან დაკავშირებით და კი, ზოგადი ვადები საკმაოდ ხანგრძლივი არის და ძალიან ბევრი კატეგორია ჩვენი დავებისაც ისე არის, რომ საკმაოდ ხანგრძლივად მიმდინარეობს. თუმცა გვაქვს კარგად აღსანიშნავი გარემოებებიც, კერძოდ ის, რომ საკანონმდებლო მოწესრიგება ის, რომ იგივე პარლამენტის ჩარევით განსაზღვრული არის მინიმალური კომპენსაციის ოდენობა, რაც დარღვევის შემთხვევაში იქნება და ეს არის დარღვევის 10 მაგი ოდენობა, საკმაოდ ქმედითი მექანიზმი აღმოჩნდა პრაქტიკაში და ამისთვის მადლობა გვინდა გადაგიხადოთ განსაკუთრებით ბოლო ცვლილებები. ეს არ არის დრაკონული და კაბალური, კარგად მოგეხსენებათ, რომ პირველ რიგში აუცილებლად უნდა მოხდეს შეთავაზება დამრღვევის მიმართ, რომ ნებაყოფილობით მოხდეს ვალდებულების შესრულება და მას აქვს 14 დღის ვადა და ასეთ შემთხვევაში ანუ ნახეთ ძალიან ესე მარტივად რომ ვთქვათ, პირველ რიგში დამრღვევ პირს ეძლევა წინადადება, რომ ნებაყოფილობით გადაიხადოს ჰონორარი და ასეთ შემთხვევაში მას განსაკუთრებული რაღაცა ძალიან მძიმე სანქციების გარეშე უბრალოდ გადაიხდის და გაგრძელდება ეს ყველაფერი და ასეთ შემთხვევაში საკითხი აღმოიფროება. მაგრამ თუ კი იგი უარს აცხადებს მიუხედავად გაფრთხილებისა, ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ განზრახ მოქმედებს დარღვევის კუთხით და მისი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა უფრო მძიმდება და ასეთ შემთხვევაში უკვე კომპენსაციის მოთხოვნისას ეს კომპენსაციის ოდენობა შეიძლება კი რა აღწევს 10 მაგ ოდენობას დარღვევის სიმძიმის მიხედვით.
ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევები ქონდა, როგორც მოგეხსენებათ, ახალი იყო კერძო კოპირების ჰონორარის შეგროვება და ამ კუთხით საკმაოდ ისეთი გამოწვევები ქონდა. იყო ნაწილი მოსარგებლეების, რომლებიც უпростоრით იმპორტიორების, რომლებიც უარს აცხადებდნენ გადახდაზე, მაგრამ 2025 წელს საკმაოდ ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო ჩვენთვის, რომ ეს ცნობიერებაც ამაღლებულიყო და მეორე კუთხით უფლებების რეალიზება მომხდარიყო და იგივე სასამართლოს მეშვეობით სასიხარულოდ უნდა ვთქვათ, რომ ამოღების, ანუ ამ თანხების ამოღების პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალი გვაქვს და შეესაბამება ყველა არსებულ სტანდარტს და ასევე სასიხარულოდ შეიძლება ითქვას, რომ ყველა დავის დაწყების შემთხვევაში ყველა დავა დავასრულეთ მორიგებით, ანუ საბოლოო ჯამში დამღმებმა პირებმაც და ჩვენც შევძელით შეთანხმება და რა თქმა უნდა არა იმ ოდენობაზე, როგორც კანონით არის გათვალისწინებული ამ ათმაგ ოდენობაზე, მაგრამ გონივრულ ოდენობაზე მოხდა შეთანხმება და ყველა მათგანის შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვამბობ, არ დაგჭირდა სასამართლო დავის ბოლომდე მიყვანა, მორიგებით დავასრულეთ ყველა ეს დავა და დღეს ისინიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰონორარის გადამხდელები არიან და ამ კუთხით ჩვენ შეგვიძლია მოკრძალებულად ვიამაყოთ ამ შედეგებით, როგორც გვაქვს. იგივე არის ლიცენზირების შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვამბობ, ხლა რეალურ სამყაროში ყველაფერი იდეალური არ არის და ვიღაცა ყოველთვის არის დამრღვევი, მაგრამ დღეისათვის ჩვენ გვაქვს სრული რესურსი, რომ ქმედითი რეაგირება მოვახდინოთ ამ დარღვევებზე. მადლობა. ასევე მაინტერესებს რაც შეეხება ვიზუალურ ხელოვნებას, მათ შორის ფილმებთან დაკავშირებით მაინტერესებს რა ხდება და როგორ ვართ ფილმების ნაწილში. გულისხმობთ ჰონორარის კი, ბატონო. იგივე ფილმების ნაწილშიც მე თუ არ ვწდები ერთი კინოთეატრი გვაქვს როგორც ასეთი ერთი ქსელი არის და ლიცენზირებული არის და კონტრაქტებული არის და შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე იხდიან შესაბამის ჰონორარებს და ხდება განაწილება ამ ჰონორარების ასევე ტელევიზიებიდან არ მოვიტყუები თუ ვიტყვი რომ ყველა ტელევიზია პრაქტიკულად დაკონტრაქტებულია, ყველა კეთილსინდისიერად ხდება ჰონორარის გადახდა, კვლავაც არის გარკვეული საკითხები, რომელიც რეგულირებას და ასე ვთქვათ შეთანხმებას მოითხოვს, თუმცა ამ კუთხით შეიძლება ითქვას, რომ წინ მივდივართ. მადლობა. ასევე მაინტერესებს საზღვარგარეთ უფლებების დაცვის ნაწილში როგორ ვართ, რამდენად ეფექტურად ვახორციელებთ ჩვენი ხელოვანების უფლებების დაცვას ამ კუთხით. თათოში თუ მე ხო, საზღვარგარეთ რაც შეეხება, როგორც გითხარით, ანუ აკრედიტაციის შემდეგ ჩვენ პრინციპში მეორე დღიდანვე დავიწყეთ მუშაობა ეგრეთ წოდებულ ქოლგა ორგანიზაციებში გასაწევრიანებლად. ცალკეულ ჩვენ დაგვარ ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთ ცალკეულ ორგანიზაციებთან გვაქვს ურთიერთობა. რაც შეეხება ქოლგა ორგანიზაციებს, რომლებიც აერთიანებენ მსგავს ორგანიზაციებს, რომელიც შემდეგ ქვიან ერთიან ბადეს, ერთიან ჩარჩოს სამოქმედოს. ეს როგორც თამარმა მოგახსენათ, საავტორო უფლებების სფეროში არის სიზაკი, რომლის ცენტრალური ოფისი მდებარეობს პარიზში. და არის სკაპრი, მომიჯნავე უფლებების ქოლგა ორგანიზაცია. ორივესთან ძალიან აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს, მათ აქვთ თავიანთი ვადები, კერძო წელიწადში ერთხელ იმართება მათი გენერალური ასამბლეები, სადაც ხდება ამ წევრად მიღების საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ ვიყავით იანვარში სამუშაო ვიზიტით, სადაც ეს ჩვენი აპლიკაცია არის განხილული და იმ სამუშაო რეჟიმში მიდის და ეხლა მიწვეულები ვართ მაისში ამ გენერალურ ასამბლეაზე, სადაც მოხდება ჩვენი წევრობის საკითხის გადაწყვეტა და ვიმედოვნებთ, რომ წინასწარი ინფორმაცია ასეთი გვაქვს, რომ წესით ხელშემშლელი ამაში არაფერი არ იქნება. ძალიან მოკლე კომენტარს გავაკეთებ. ამის მიუხედავად სამუშაო დონეზე საკმაოდ აქტიური ურთიერთობა გვაქვს. უკვე აი ბოლო ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებთან დაკავშირებით, აი იანვრის მე მქონდა პატივი დავსწრებოდი ამ სკაპრის იურიდიული კომიტეტის ხდომას, ასე ვთქვათ, სამუშაო რეჟიმში მიდიოდა ეს ყველაფერი და აი ერთ-ერთი იგივე ბრაზილიის მაგალითიც რომ ვახსენოთ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს ნაწარმოები
ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილად და რა შემთხვევაში ფიზიკური პირის და იქ რაღაც პროცენტულ ოდენობებზეც იყო რომ აი მაგალითად თუ 50% ხელოვნური ინტელექტის არის მაშინ შეიძლება ფიზიკურს აღარ კონდეს აღარ ითვლებოდეს ფიზიკური პირის მიერ შექმნილად. ყველა თანხმდება რომ პირველ რიგში აი ეს თუნდაც ეს პირობითი პროცენტის თქმა საკმაოდ რთულია და რაღაცა არ არის დაფუძნებული რაიმე ისეთ გნებავთ მეცნიერულ ან რაღაც გამოცდილებაზე და მეორე მხრივ თვითონ ამ პროცენტის გამოთვლაც პრაქტიკულად შეუძლებელი არის და აი როდესაც მიდიოდა საუბარი რაღაც ესე სამუშაო დონეზე ყველაზე ოპტიმისტური უბრალოდ ყველაზე ესეთი თანხმობა თუ სურვილი გამოითქვა იმისი რომ რაღაც დაშვებების დონეზე და კერძო კოპირების მსგავსი მექანიზმის შემუშავება შეიძლება ყველაზე მიზანშეწონილი იყოს. იმიტომ რომ აბსოლუტურად აი თქვენ სიტყვებს გამოეხმაურები და ბატონი სოსოს რომ თუნდაც შეიძლება დღესვე ან 5 წელიწადში უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ შეუძლებელი იქნება კონკრეტული გენერირებული ნაწარმოების მიბმა კონკრეტულ სუბიექტზე, საიდან ძირისად იყო, საიდან მოხდა გადამუშავება. მაგრამ მეორე მხრივ ცალსახად და ვერავინ ვერ უარყოფს იმ დაშვებას, რომ ხელოვნური ინტელექტმა გამოიყენა უკვე დღეისათვის და კვლავაც იყენებს ფიზიკური პირების მიერ შექმნილ ნაწარმოებებს და ყველა მისი ნაყოფი არის გენერირებული და გადამუშავებული კონკრეტული ავტორის ნაწარმოებისგან. ანუ ძირი ყოველთვის ის ფიზიკური პირის ნაწარმოებია და ჩვენ კარგად ვიცით რომ გადამუშავება თავის მხრივ საჭიროებს ნებართვას, ნებართვის გარეშე გადამუშავება დარღვევად ითვლება. დიდი მადლობა. მე ვიცი რომ თქვენ საკმაოდ აქტიურად მუშაობთ თქვენი ასე ვთქვათ, თქვენ მიმართ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე, ავტორების უფლებების დაცვაზე. რითაც მინდა მადლობა გითხრათ. ერთადერთი რასაც მინდა ხაზი გაუსვა, როდესაც მე ხვდები ხოლმე და შეხვედრებზე თუნდაც ჩვენ ხელოვანებთან. ძალიან მნიშვნელოვანია ასე ვთქვათ მათი უფლებების ცნობადობის ამაღლება, ანუ ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში მათ რა უფლებები აქვთ, როგორ უნდა განახორციელონ ამ უფლებების დაცვა თქვენთან კომუნიკაციის ნაწილშიც. მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტის გაკეთება. თუნდაც მაგალითად რამდენხანში ერთხელ იღებენ ამ ჰონორარს, როგორ ითვლება, რა პრინციპებია. ამ მიმართულებით ნაკლებია ინფორმაცია და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ჩვენ ასე ვთქვათ, დარგებს მეტი ხელმისაწვდომობა გქონდეთ ამ ინფორმაციაზე. თორემ პრინციპები, ის მიდგომები თქვენ რასაც ხას უსვამთ და ამ პრინციპების და მიდგომების საფუძველზე როგორც მუშაობთ, ეს ჩვენთვის სრულად გასაგებია. ცირე კომენტარი თუ როგორც მოგიხსენებათ პატივცემულ თავმჯდომარეო 2024 წლიდან დავიწყეთ ჩვენ აქტიური მუშაობა და პირველი წელიწადი განსაკუთრებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დაპრიორიტეტებული იყო ის რომ მოგვეხდინა ყველა ჰონორარის შეგროვების და მისი განაწილების მექანიზმის შემუშავება და ამ კუთხით ვთვლით რომ გარკვეულ წარმატებებს მივახციეთ, იმიტომ რომ მაგალითისთვის რომ ვახსენოთ, თუ მანამდე წინა ორგანიზაციების მიერ წინა პერიოდში იგივე განაწილება ხდებოდა კვარტალური მეთოდით, ყოველ კვარტალში ხდებოდა, ჩვენ შევძელით და თავიდანვე დავიწყეთ და გადავიყვანეთ ეს ყოველთვიური ანაზღაურების ჰონორარის განაწილების ყოველთვიურ რეჟიმზე, რაც ბევრად უფრო კომფორტული და სასიამოვნოც აღმოჩნდა ჩვენი უფლება მფლობელებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ იდეალურები არ ვართ და იდეალური არაფერი არ არის და კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, თუნდაც მართალს ვბრძანებთ უშუალოდ ავტორების, მაგალითად ხელოვანი ადამიანების ცნობიერების ამაღლებისათვის მათ უფლებებთან დაკავშირებით, რა იურიდიული უფლებები აქვთ, ვის როგორ შეიძლება მოსთხოვონ, მოექცენ, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთმანეთთან ურთიერთობის დროსაც ჩვენ აქ უშუალოდ ესე ჩართული ვერ ვიქნებით, მაგრამ ინფორმაციული დონეზე რა თქმა უნდა აქ მუშაობა შესაძლებელია და რა ვიცი, აბსოლუტურად მიიღებულია და მისაღებია თქვენი ეს კომენტარი. დიდი მადლობა. პრინციპში თუ გვაქვს კითხვები, მოსაზრებები, თუ არ გვაქვს, მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის.
ინფორმაციისთვის, რომელიც მოისმინა კომიტეტმა და არა მარტო კომიტეტმა, ჩვენ პირდაპირ ეთერში გადაიცემა ჩვენი კომიტეტიდან თემა საზოგადოებამ, ვისაც აინტერესებს ეს მიმართულება, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და ბევრი საჭირო ინფორმაცია მოისმინა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო საქმპატენს, ბატონო სოსო, მადლობას გიხდით თქვენ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს ყველას მობრძანებისთვის, სხდომა დახურულია, შეგვიძლია დავასრულოთ.